ყველას მოგესალმებით Я вас всех приветствую. და გისურვებთ რომ იყოთ სიტყვის შემსრულებელი Я желаю, чтобы вы были исполнителями слова, და არა მომსმენი მხოლოდ. а не только слушателями. ამენ. Аминь. ნელი ლაპარაკში და სწრაფი მოსმენაში. Медленно на слова и скоро на слышание. ამენ ძვირფასებო. ჰალელუია. ჩვენ წინა კვირას ვილაპარაკეთ შემოწმებაზე. На прошлой неделе мы говорили о проверке. გახსოვთ? Помните? კარგი ტრადიცია გვაქვს უჯრედებში, საშინაო ეკლესიებში ჩვენ ვატრიალებთ ისევ ამ ქადაგებას და ვიხსენებთ და ვეცდებით რომ ვიყოთ მასში. Ну, хорошая традиция, что на ячейках мы просто еще повторяем тему, которая была в церкви. ამოწმებინებ უფალს თავს? Ты даешь Богу возможность, чтобы Он проверял тебя. გამოწმებს უფალი. Бог проверяет тебя. შენ აძლევ საშუალებას რომ შეგამოწმოს? Ты даешь Ему возможность, чтобы Он тебя проверил. ესმეთ? მიეცი ღმერთ საშუალება ამ კვირის განმავლობაში რომ შეგამოწმოს? Ты дал Богу право, что на этой неделе Он тебя проверял. იმიტომ რომ სიტყვა გვეუბნებოდა ხო უფალო შემომოწმე. Слово говорит, что გამომცადე. Господи, испытай меня, Господи, проверь меня. უთხარია ღმერთს იმ კვირის განმავლობაში. Ты сказал на этой неделе Господу. იმიტომ რომ ეს არის შესრულება სიტყვის ძვირფასო. Это и есть. თუ არ გითხოვს უნდა დაიწყოს და ყოველ დღე უნდა უთხრა ღმერთო, მე მინდა რომ დღეს მე შემამოწმო და შენს ნებაში გავატარო მთელი დღე. Ты должен сказать Господу, проверь меня, Господи, я хочу этот день провести в Твоей воле. По воле. და მასთან ერთად შენ უნდა შეამოწმო შენი ფიქრები, Ты должен проверять свои мысли вместе с этим, შენი ნაბიჯები, твои шаги, თუ სად დადიხარ. куда ты ходишь. საოცარი სიტყვა იერემიას გოდებაში ძვირფასებო. Прекрасное слово в плаче Иеремии, მესამე თავში. в 3 главе. მოდი შევამოწმოთ ჩვენი გზები. Давайте испытаем, проверим наши пути. ესმეთ Аминь. და დაუბრუნდეთ ღმერთთან. И вернемся к Господу. ჰალელუია. ფანტასტიკურია. Чудесные слова. იმიტომ რომ ღმერთთან ერთი გზა მიდის. Потому что к Богу идет только один путь. შენი გზები არ მიდის ღმერთთან. Твои пути к Богу не идут. და ეს გზა არის თავად იესო ქრისტე. Этот путь и есть Иисус ამიტომ Христос. შევამოწმოთო ჩვენი გზები. Написано, проверим наши пути ესმეთ და დაუბრუნდეთ. и вернемся. ესე იგი არ ვდგევართ ღმერთის გზაზე. Значит, мы не стоим на пути Господня. ყოველ წუთს შენ გაქვს შანსი რომ დაბრუნდე ღმერთთან. Каждый день у тебя есть возможность вернуться к Богу. ამოწმებ შენს საუბარს, Ты проверяешь свою речь, ამოწმებ შენს ურთიერთობებს ты проверяешь свое отношение ოჯახში, в семье, ხალხთან, с людьми, საზოგადოებაში. в обществе. ყველაფერი უნდა შეამოწმო. Ты все должен проверять. თვითონ ვიცით რომ არის მხოლოდ ორი სამეფო. Мы знаем, что существует только 20 ღმერთის და ეშმაკის. Божье и дьявольное. ღმერთის სამეფო მარადიულია ეშმაკის დროებითი. Дьявольское время, а Божье вечное. ღმერთის სამეფო აშენებს, ეშმაკის ანგრევს. Божье царство строит, а дьявол разрушает. რყნის, კეთილ, ზნე ჩვევებს. Он изучает добрые нравы. ამიტომ უნდა შეამოწმო თავი. Ты должен испытывать себя, проверять. თუ რა უხილავით ძაფებით ხარ დაბმული ამ წუთის ოფერში. Какими ты невидимыми нитями связан с миром, в этом миру. და თან გიყვარს. Еще плюс ты любишь. ამენ. ამიტომ ღმერთი ამბობს რომ ნუ გიყვარსო წუთის Но ოფელი. Бога не любите мира. საზრუნავებს, Заботы, გულის თქმებს, похоти, კომფორტს, комфорт, სიზარმაცეს, лень, წარსულს, прошлое. მომავალზე ფიქრსაც კი Даже думки о будущем. შეუძლია რომ ჩამოგაშოროს და მოგაყენოს ესე ვთქვათ დარტყმა დაგაბას ამ არასწორი ძაფებით. И вот эти правильные нити могут тебя просто связать. ამენ. ყველაფერს შეუძლია დაგაბას. Все это может тебя просто... ძალიან ბევრი ქრისტიანი დაბმულია წარსულის ძაფებით, Очень многие христиане связаны нитями прошлого. მომავლის ძაფებით. Или в будущем думать о будущем. Вот эти, нитями. ამიტომ მე მინდა რომ ჩვენ ესე ვთქვათ გავაგრძელოთ ეს შემოწმების საკითხი ძვირფასები Хочу, чтобы продолжали вопрос проверки. და ვნახოთ И посмотрим. რომ რა ძაფებით ვართ დაბმული ამ წუთის ოფელთან. Да какими нитями мы связаны с этим миром? უხილავი ძაფებით.
эти невидимые нити. და ზოგიერთის ცხოვრებაში ხილულია ეს ძაფები. Но в жизни некоторых людей эти нити, да, уже видны, видимые. მე ესეთი ცოტათი თქვენთვის ვფიქრობ, უცნაური, იმიტომ გაგიკვირდებათ სათაური მივეცი დღევანდელ Я думаю, ქანდაკებას. что я такое дал название, вы будете удивлены. სიყვარულის თოკები. Веревки любви. ამენ. და ვფიქრობ, რომ იცით დამაინტრიგებელი არ არის, მაგრამ ყურადღებით იყავი, რომ გაიგო რას ნიშნავს ეს. Я хочу, чтобы ты внимательно, чтобы понял, о чем я сегодня говорю. ამიტომ რომ წუთისოფელი ეცდება რომ დააგვაბას. Мир пытается нас привязать. ამენ. მოდით პირველი ილუსტრაციიდან დავიწყოთ. Давайте начнем с первой иллюстрации. იცით ხშირად ვდებ მე ამ ფოტოს. Да, часто я ложу эту фотку. ნახეთ, რამდენი რაღაცით არის დაბმული. Чем он связан? დღეს თითქოს მოდაშია ახალგაზრდებში განსაკუთრებით ესეთი ყურსასმენები. Сегодня в моде, особенно в молодежи, вот наушники. და ნუ ეს ერთგვარი თოკებით დაბმა ამ ახალგაზრდების თურფასები. Ну, это как бы такие вот нити, которые связывают молодежь. ეს მე. აი გინახიათ აი მიდის ადამიანი და ლაპარაკობს, ფიქრობ რომ ვის ელაპარაკება. Идет человек, говорит, ты думаешь, с кем он говорит? წინა საუკუნის ადამიანი რომ ერთი 5 წუთი დააყენო, ხო, იტყვის რომ როგორ გადარეულა ეს სამყარო. Если человек из прошлого, он скажет, что вообще люди... კაცი მიდის და ლაპარაკობს. Люди идут, сами с собой говорят. ან ვინმე დგას და ცეკვობს. Кто-то стоит и Давайте танцует, всякое. там выплясывает. ამიტომ რომ არის, იცით, არის ყურსასმენი, რომელიც ჩანს Есть наушники, которые видят. და არის დისტანციურიც. არ чанс, მაგრამ არის მიბმული არის. Да, дистанционные наушники, которые не видно. და დაბმული არის. И он ნუ связан. ტელევიზორი, ნუ სხვადასხვა სახით რა. Телевизор, კომპიუტერი. компьютер. და კიდე რას фикრობს, იცი? И знаешь, что он еще ძალიან ბევრი სათვალეებით არის დაბმული დღევანდელ რეალობაში. Вот очки у них хотели. საერთოდ მზის საწინააღმდეგოა სათვალე, მაგრამ საღამოსაც შეუძლია გაიკეთოს, იმიტომ რომ ნუ უყვარს რომ დაბმულია ამით. მოდაშია ეს დაბმა. Да вообще-то солнечные очки, но если люди даже ночью одевают, они им нравится. და რა უხილავ ძაფებზეა საუბარი, როდესაც ჩანს თუ რით არის დაბმული დღეს ახალგაზრდობა. Да и все, видимо, вот эти нити, которые связывают сегодня. ის სიმღერის არ იყოს, ხო, ახალგაზრდებს რან დაუთხა ბებრებიცა ატეხილი. Как это такая ისინიც ესე იქცევიან ხოლმე. Не только молодежь, но уже старики тоже как бы сходили с ума. და ნახეთ, ნუ ეს ჩემი პასტორი სად არისო, საერთოდ არ აინტერესებს ჩემი ცხოვრებაო ამბობს რა. И вот, где мой пастор? Вообще не интересуется моей жизнью. Что такое? არც მესმისო მისი ხმა. Даже не слушает голос. ესმეთ. ემეთრო არ უნდა იყოს ვიფასო, აქ შეიძლება ახსნილი ხარ, მაგრამ როდესაც მიდიხარ მომდევნო კრებულამდე არ უნდა იყო რაღაცეებით და ვიღაცისგან დაბმული. Да может ты сейчас свободен, но когда ты идешь, еще неделю живешь, ты просто связан вот этим всем мирским. ესე რატომ ებმება ამ ესე ვთქვათ უხილავი ან მოდის თოკებით, დაფებით, ბაწრებით ადამიანი? Да почему люди просто попадают в эти вот под соблазн, под этим веревки этой моды? იმიტომ რომ ის არის თავისუფალი. Потому что человек свободен. მან თავის თავს მიანიჭა თავისუფლება. Он сам себе дал свободу. უფალი ხო ამბობს რომ გაგანთავისუფლეთ, ამიტომ მე გამანთავისუფლა უფალმა და აძლევს თავს საშუალებას რომ აკეთოს რაც უნდა. Он говорит, что Господь меня освободил, я имею право делать то, что как хочу. ესე ეს მაგ ძალიან ბევრი ინსტრუმენტი აქვს ადამიანის манипулირებისათვის. Он делает много инструментов, чтобы манипулировать людьми. და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არის დამოუკიდებლობის ძაფები ზუსტად. Самая любимая его манипуляция – это свобода. იყავი დამოუკიდებელი. Он говорит, будь свободным. გესმეთ? და აი ამ თოკებით არის დაბმული ძალიან ბევრი მორწმუნე. И очень многие верующие связаны вот этими веревками. როგორც კი ადამიანი თავისუფლდება, Когда человек освобождается, იზრდება, растет, ცოდნას იძენს და ემატება, у него прибавляется знания, ფინანსები ემატება საფრულეში, а финансы появляются в кошельке, გავლენა იზრდება მის ირგვლივ, да вокруг влияние его возрастает. ცხოვრებას ესე ვთქვათ გემოს უღებს, Он как бы уже пробует вкус этой жизни. გესმეთ? გამოდის კონტროლის ზონიდან, Он уходит из зоны контроля, კონტროლის საზღვრებიდან вот из этой зоны охраняемой, оберегаемой зоны. და ეცდება დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს. И пытается начать жить самостоятельно. და ებმება მახეში. И он попадает вот в эти веревки, в эти нити. იმიტომ რომ დასაწყისში ვერ ხვდება ამას. Вначале он это не понимает. გახსოვთ ლოტი ძვირფასებო. Помните Лота? მას ადრე გარდაეცვალა мама У него рано умер отец. და მისი ბიძა იყო აბრაამი. Его дядя был Авраам, был его дядя. წამოიყვანა, Он выбрал გაზარდა,
მოეხმარა, აკურთხა, благословил. გამდიდრა, Он сделал его богатым, გავრცელდა ცოტა მისი გავლენები его влияние возросло, და ესე აი ამ ძაფებით იქნა შეპყრობილი. и вот эти сети он попал, этими нитками გესმე, стал связан. მოუნდა დამოუკიდებლობა. Он захотел быть свободным. ბიძიას უთხრა, მოდი მე თავგე ჩემთვის ვიცხოვრებ. Сказал дядя, давай я буду жить отдельно от тебя. გესმე და იცით კარგად ხო როგორ დამთავრდა მისი И ცხოვრება. вы знаете, как закончила жить Лота? დატყვევდა, Он был пленником. ისე ტყვეობა ჯერ იწყება უხილავი ძაფებიდან ვიფასება. Плен начинается вначале невидимыми нитками, და невидимыми შემდეგ веревками. ის გრძელდება და იცვლება სერიოზულად. И потому он изменяется и такую серьезную сферу переходит. გესმით, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება. Обратите на это ხილად внимание. იყავით ამ უხილავი ძაფებისგან. Будьте осторожны с этими невидимыми ამიტომ ლოტი нитями. სერიოზულად დაატყვევეს Да, Лота და серьезно მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. пленили, и жизнью угрожала опасность. და მერე ამ დამოუკიდებელ ესე ვთქვათ სახელმწიფოს დაჭირდა ბიძია და ისევ ბიძია მიიხსნა და მთლიანად შეუერთდა მას. И это как бы независимое государство уже нуждался в том, что дядя его освобождал. დაიმახსოვრე ჩემო კარგო. Запомни, пожалуйста, дорогой. ამენ. Аминь. სახიფათოა დამოუკიდებლობა. Свобода опасна. ემიტომ შეგვაერთა ღმერთმა ეკლესიაში. И потому Бог нас связал с церковью. ემიტომაც არის უმნიშვნელოვანესი ეკლესიური უჯრედების შუაკვირაში. И потому очень важны вот эти домашние Аминь. группы на неделе. ემეთ რომ ეს არ არის რაღაც რომ გინდა არ гинდა გავალდებულებს ვიღაცა. Это не то, что кто-то тебя обязан, что ты должен ходить. მაგრამ ერთი რამ ვიცი, დამოუკიდებლობა მოგეხმარება იმაში, რომ იყო თავისუფალი და გინდა მიხვალ, გინდა არა და ეს არის საბოლოო ჯამში აღმოჩნდება დამოუკიდებელი შენთვის. И когда ты независимый, тогда ты будешь, захочешь жить в этой свободе, что делать так, как ты хочешь. ესმით, რატომ მოინდომა დამოუკიდებლობა ლოტმა? И почему Лот захотел быть независимым? ნუ რომ უფრო მეტი შემოსავალი მიეღო და გამდიდრებულიყო. Чтобы принять большую прибыль и еще раз აი богатеть. რატომ სხვასთან გავყო კიდო ჩემის, როდესაც მე შემიძლია რაღაც. Почему не делиться с кем-то, если я могу иметь для себя? და ის აღმოჩნდა თავაშვებულ და ლაგამახსნილ ხალხთა ტყვეობაში. И он был в рабстве у людей, которые были очень распущенные. სამსონი, გახსოვთ? Помните Самсона? მერთმა ძალა მისცა. Бог дал ему силу. არავინ არ იყო სამსონი ძვირფასებო. Самсон не был никем. ამენ. ჰალელუია, თუნდაც მოგინდა ხელი ამ ქვემოთ. ჰალელუია. და როდესაც ცოტათი გავლენა, ესე თქვათ, თავგზა აუბნია, И когда влияние ему чуть-чуть ему как бы повлияло вот на его мышление, მოუნდა დამოუკიდებლად ცხოვრება. он захотел жить независимой жизнью. ის იყო ესე ვთქვათ ღმერთის გაფრთხილებით სერიოზულად შემოსაზღვრული. Да, он был, ну, Богом как бы очень серьезно окружен. ადამიანს საზღვრები გონია ტყვეობა. Да, люди думают, что вот вокруг какой-то предел, они думают, что это плен. და ეს შენი უზრუნველყოფის გარანტია, Это гарантия твоей безопасности. უსაფრთხოების Это გარანტია. гарантия безопасности. ამენ. ამიტომ მოუნდა ამ საზღვრების გაღმა გასვლა. Он хотел выйти за пределы этого, Божьи пределы. და ის ძალა რაც ქონდა მას, ეგონა რომ მისი იყო. И силу, которую дал ему Бог, он думал, что это его сила. მისი კუთვნილება იყო. Он думал, что это его собственность. მისი საკუთრება იყო. Что это моя собственность. ძირფასო დაიმახსოვრე. Запомни, пожалуйста. ადამიანის შიშველი მოვიდა და შიშველი მიდის. Человек пошел нагими, ადამიანის არაფერი არ არის ამ წუთის სოფელში. Миром человек не имеет ничего, это не его собственность. და თუ სწორად არ მოეპყრობი ყველაფერს, რასაც ღმერთი გაძლევს, Все, что Бог тебе дает, ты не будешь использовать в правильном направлении. მაშინ მოგინდება დამოუკიდებელი იყო, რომ აღარ გაგაკონტროლოს, ესე ვთქვათ, ვინმე. Ты захочешь быть независимым, чтобы никто тебя не контролировал. და ყველაფერს დაკარგავ. И ты все потеряешь. ესმის. Понимаешь? ამიტომ გვეუბნება ღმერთი. Потому Господь нам говорит. იყავი სხვისაში მობარებულში ერთგული, რომ შენი მოგცეს. Бог говорит, будь, вот то, что тебе доверили, будь верным в этом, и Бог даст тебе твое. ამენ. და მას ეგონა რომ მისი იყო ეს ძალა. Он подумал, что сила это его личная. და იმდენად თავში აუვარდა, ვერ ხვდებოდა რომ ღმერთის ძალით მოქმედებდა ის. Настолько он так возгордился, что не понял, что это была сила Божья, он действовал. და როგორც კი მოშორდა ღმერთს, И как только он отступил от Бога, დაკარგა ყველაფერი წამებში. он за минуту потерял все. ამენ. საულ მეფე გახსოვთ? А помните царя Саула? ჩვენ ახლა დავიწყეთ მასზე კითხვა Да გრაფიკით. мы пока начали читать. არაფრისგან მეფე გახადა ღმერთმა. А ниоткуда стал царем, Бог
Бог сделал вас. ამენ. დღეს თუ ვინმეს რამე გააჩნია ძვირფასებო რომ გადახედოს მის გუშინდელ დღეს არაფერი და არავინ არ იყო გუშინ, მაგრამ დღეს გონია რომ ის არის რაც არის. Иисус, которые ничего не имели, а сегодня имеют, они думают, что они все, что они все уже და ეს имеют. ფიქრი უკვე არის ძალიან ცუდი დასაწყისი Это мысль- აბსოლუტური კოლაფსისა და კრახისთვის. Это мысль как бы начало краха. Yes, Правильная ma'am. мысль. ადამიანები იცით რას აკეთებენ? Что делают люди? არაფერი რო არ ქონდათ გუშინ. Когда у них вчера ничего не было, დღეს რო აქვთ ფული, ცოდნა, ძალა, да, деньги, богатство, знания, ესმეთ, влияние. ეთაყვანებიან. И люди поклоняются этому, что вчера у них не было, а сегодня есть. ნაცვლად იმისა, რომ ღმერთს გააგზავნონ ღმერთის თაყვანისცემა. Вместо того, чтобы поклоняться, мы должны поклоняться Богу, а не იმიტომ ერთადერთი ვინ ჩვენ არ გაღწირავს არის ღმერთი, რომელსაც ეთაყვანები. только один, который не уничтожит тебя, это Господь, который და სხვა რაღაცებს თუ ეთაყვანები ის ვერ გიპატრონებს და დაგღუპავს. действительно помочь другим. Это не может тебя спасти, когда тебе будет плохо. და საულსაც თავში აუვარდა მეფე იყო, ცხებული მეფე იყო, მაგრამ იმის გამო რომ ღმერთს ჩამოშორდა დაიღუპა მთლიანად როგორც დინასტია მისი სამეფო. Но Саул был помазан царем, он возгордился, и погиб он, не только он, но вся его династия была თუ уничтожена. მიაქციათ ერთ უმნიშვნელოვანეს ყურადღებას დღეს საულზე როცა კითხულობთ. წაიკითხეთ ბიბლია დღეს. Вы уже читали Библию, и что говорилось сегодня о Сауле? იქ Обратите უთხრა внимание. წინასწარმეტყველმა სამუელმა ძვირფასებო. Саул сказал Саулу: სანამ მე მოვალ დამელოდე. да пока я приду, ожидай меня, Саул. გადაიკითხეთ მერე და ხაზი გაუშვით თქვენს ბიბლიაში ამ სიტყვას. Да, пожалуйста, пока прочтите это дома и почитайте слово. ყველაზე მეტად ვერ ითმენს და არ შეუძლია ლოდინი იმას, ვინც ესე ვთქვა დაბმულია რაღაცისგან და ვიღაცისგან. Кто уже связан этими нитями, он не может терпеть. Терпение Amen. это его. свойство. უფალი რას ამბობს? დამდაბდითო ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ. Он свидетельствует крепкую руку Божью. და რომ ვეღარ მოითმენ ადექიო არ წერია. А человек говорит, если ты можешь терпеть, Бог не говорит, что уже Amen. можешь вставать. და თავის დროზე წამოღწევს В უფალი. свое время Бог тебя поднимет. მანამდე ის გასწავლის ელოდო. Он учит тебя ожиданию. ამენ. ждать. შენ უნდა ისწავლო ლოდინი. Ты должен научиться ждать. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქრისტიანის Это ცხოვრებაში. очень важный фактор жизни человека, верующего человека. უმნიშვნელოვანესი. Очень важный იმაზე фактор. უმნიშვნელოვანესი ვიდრე არის. Он даже больше, чем что-то другое, это очень важнейший. ამიტომ იცი ვინც შეეცადა დამოუკიდებლობას, იმიტომ ყველაზე ვერ მოუყვები ახლა რა თქმა უნდა, ყველა ძალიან ცუდად დამთავრდა. Да и кто библейские герои хотели быть независимы, я не говорю, не то время говорить о всех, они плохо закончили. ეს მეძვირფასებო, Понимаете, друзья? როგორც კი დაბმულობისგან იშვებ, იწყება დაღუპვა. И когда ты выходишь за пределы и начинается, вот, აი ბავშვზე ხელი გაქვს ჩაჭიდებული. ты держишь ребенка за руку, ესე ვთქვათ, იჭერ მას. да ты как бы держишь его, ამენ, держишь, რო არ გაგექცეს გზაზე. чтобы на дорогу не выбежал. ის რას აკეთებს? И что ребенок делает? ო, როგორ მიყვარხარ დედა, რომ дабმული ვარო, არ Он გეუბნება. не просто, как люблю, что ты меня держишь, мамочка или папа. ის ეცნება რომ აიშვას. Он хочет отвязаться, ამენ, убежать. ესეა. Так же это. იმიტომ მას გონია რომ აიშვებს, თავისუფალი ყველაფერს შეძლებს. Да он думает, если я сейчас освобожусь от мамы, от папы на руки, я все смогу, я. იმიტომ რომ ვინც აიშვა ძვირფასებო, Как кто ყველა დაიღუპა. отпустил Божью руку, он погиб. ამიტომ არ აიშვა, Пожалуйста, не уходи за этим. არ აიშვა, აბმულობისგან არ აიშვა. Да не отпускай, что ამენ, когда ты связан с Богом. ნი развязывай. А не развязывай. ჰალელუია. ამენ უთხარ შეძგვერდით ვინც ის არ აიშვა. Да не развязывайся. ეშმაკი ვერ დაბამს თავ დაბმულს. Да дело не будет связывать тех, кто уже связан. ამენ, ეშმაკი ვერ დაბამს ვინც დაბმულია. Дело не будет связывать тех, кто уже связан. ის შენს გათავისუფლებას ელოდება. Он ждет, когда ты освободишься. ამენ. ის ელოდება, როდის გახდები თავნება, Он ожидает, когда ты станешь таким своевольным, როდის გახდები თავაშვებული. таким распущенным. ამენ. არის ესეთი სიტყვა თავაშვებული. Есть такое слово распущенный. ამენ. თქვი თავაშვებული. Скажи, распущенный. უმნიშვნელოვანესი სიტყვა ძვირფასო. Очень важное слово. ეშმაკი როგორც კი დაინახავს რომ თავაშვებული ხარ, Я вижу, что ты уже отпустил. როგორ? Как? მორჩილებაში აღარ ხარ. Ты не в покорности. ლიდერთან აღარ ხარ ანგარიშვალდებული. Да ты не подотчетности к лидеру. არ ეუბნები სად ხარ, სად მიდიხარ, რატომ, რისთვის. Ты не говоришь, წახვიდე თუ არა. вообще идти тебе შენით რო куда-то. დადიხარ. Ты сам
по себе ходишь. ეს უკვე არის საშუალება ეშმაკისთვის, რომ დაგაბას მან. Это уже средство для того, чтобы он тебя просто связал. ის ელოდება შენს განთავისუფლებას Он ждет, когда ты будешь отпущен და იწყებს მოქმედებას. и начнет действовать. გამოსვლის 32 თავიდან დავიწყოთ ძვირფასებო. Исход 32 глава. იხილა მოსემ რომ თავაშვებულია ეს ხალხი, რადგან ააშვებინა თავი აჰარონმა ერთაგან გასაქირდა. Видел Моисей, что народ распущен, потому что Моисей попустил распущенными. როგორც კი ეშმაკმა ნახა რომ ეს ხალხი თავაშვებულია. Когда он увидел, что эти люди распущенные, ამენ. თავი აშვებული აქვს. они такие, თავი, они связаны. თავი, თქვი. Да голова у них, გაშვებულია, დაბმული არ არის. да они с своей головой не связаны. ამენ. აი ეს გადამითარგმნე. ჰალელუია. როგორც კი დაენახა ეშმაკმა რომ თავაშვებულია ხალხი. Я не то, что они не связаны с головой. ამენ. გებულობთ რას ნიშნავს თავაშვებულობა? Вы понимаете, что такое распущенность? დაიწყო ამ ხალხის მოქმედება. И началось действование. კერპი ჩამოასხმევინა Да они идолов вывели და ამ კერპის წინაშე დაიწყეს თამაში, ცეკვა, მხიარულება. и начали плясать, вот, танцевать перед идолом. გინახია ცეკვა, თამაში, მხიარულება, სიმღერა. Вы видите, такое пляски, песни, танцы. რის წინაშე ცეკვავდა მღერი ხარ? Да перед чем и перед кем ты? ვის უმღერი ხარ და მხიარულობ? Да кому ты, перед кем ты танцуешь или поешь, или Yes, веселишься? და სამწუხაროა რომ ძალიან ბევრი ქრისტიანის ცხოვრებაში ეს იესო არ არის. К сожалению, многих людей это ეს არის მატერიალიზმი, მამონა და არ ვიცი კიდე რა. это мамона, материализм, ქონება, богатство, სახკარი შეიძლება ზოგიერთისთვის. мужество, дома для некоторых. და იცით რა მოხდა იქ მერე ძვირფასე. И вы знаете, что произошло? ღმერთმა დაანგრია ეშმაკის უღელი Бог разрушил иго дьявола. და არავის არ აქვს უფლება რომ დაუშვას ეკლესიაში კომპრომისი. И никто не имеет права допустить компромисс в церкви. იცით კომპრომისი რა არის? Знаете, что такое компромисс? მე ადრეს მithქვამს ხო? ერთი კომპრომისი, ერთი წრე თოკით დაბმა შენი. Я говорил раньше и повторю, что компромисс это как бы веревка, одна часть уже. მეორე კომპრომისი, მეორე წრე. А второй компромисс вторая Круг. веревка. Да, круг веревки. შემდეგ კიდე Еще შემდეგი. третий. Вот ერთი ილუსტრაცია გვაქვს ჩვენ ამისი. у нас еще есть одна иллюстрация. აი ნელ-ნელა თავისივე დათმობით ადამიანი ებმება ესე ვთქვათ მახეში. Человек, который шел на компромисс, вот, он уже был как бы... ლევიტელთა 26-ის მე-13. Это- ნახეთ, მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა არ ყოფილიყავით იქ მონებად. Я Господь Бог ваш. დავგლეც თქვენს უღლის აპეო, დავგლიჯეთ თქვენი უღლის აპეურები და წელ გამართულნი გამოგიყვანეთ. Я Господь, кто вывел вас из земли египетской, чтобы не были ნახეთ ღმერთი рабами. რას ამბობს. Что говорит Господь? მე თქვენ ეს ძაფები, ეს უღელი დაგინგრიეთო. Он говорит, что это иго рабства, я разрушил Рато. вас. Почему? იმიტომ რომ არ იყავით წელ გამართული, წელი მოკაკული მუშაობთ, монები იყავით Потому что вы были ეშმაკეს. в рабстве, вы были согнуты так вот, а не были так свободны. ძვირფასებო დაიმახსოვრეთ, ღმერთი არ დაგაძალებს რომ დაგაბას. Да Бог не будет тебя заставлять, чтобы ты был связан с... არავის არ დაგაძალებს ღმერთი. Бог не будет никого ო, заставлять. მე შენ მიგიყვან ეკლესიაში Я тебя приведу в და церковь. მიგაბამ ეკლესიაში, Я тебя привяжу к რომ церкви. ერთგული იყო ეკლესიის Что ты был და არ верным. მიატოვო. И когда я оставлял... არის ვინმე დაბმული აქ ეკლესიაში. Кто-то есть такой связанный, Ара. кого Бог связал? გესმით? Нет. ვინც არ არის ის შეიძლება უფრო იყოს დაბმული რაღაცეებით და რაღაც მიზეზებით. Сегодня он связан какими-то проблемами. ღმერთი არ დააბამს არავის. Господь никого не будет შენ უნდა связывать. გიხაროდეს აქ მოსვლა. Ты должен радоваться. ეს უნდა იყოს შენი ადგილი Это должно быть твое место. შეხვედრა ღმერთთან. Место встречи с Богом. და ვერც ეშმაკი дагабамს. И дело это тоже не свяжет. ამენ? Аминь. თუ შენ არ გინდა. Если ты не хочешь. ამიტომ რაშია საქმე ძვირფასებო? Ну в чем же тогда дело, дорогие? თქვის საიდან თავაშვებულობა? Скажи, откуда такая распущенность приходит? საიდან მოდის თავაშვებულობა? Откуда приходит распущенность? გესმით ჩემი? Понимаете меня? Слышите меня? თქვის საიდან Скажи, თავაშვებულობა? откуда распущенность? მოდი მითხარი საიდან თავაშვებულობა? Скажи, откуда распущенность? არ მეუბნებით? Вы не говорите? მითხარი ლუკა საიდან თავაშვებულობა? მოდი ვნახოთ გალატელებში. Давайте откроем Галатам. ეს არის ხორცის საქმე. Это дела плоти. ამენ? ეს არის ხორცის საქმე. Это дела плоти. თავაშვებულობა არის ხორცის სურვილი. Распущенность – это желание плоти. თავაშვებულობა არის ხორცის კაპრიზი. Это каприз плоти.
плоти. Аминь. Распущенность. თავაშვებულობა. Распущенность, да? თავაშვებულობა. И связано с Аминь. головой. გესმით? Распущенность. საიდან ადამიანში? Откуда в этом человеке есть? ხორცში რომ აემითო. Потому что ყველას აქვს ეს თვისება. это свойство есть у всей плоти. У каждого. მაგრამ ღმერთს აქვს сашვალება როგორ აღარ ვიყოთ თავაშვებული Да, ძვირფასები. но Бога есть такое средство, что Да, мы не да, быть მიუყვეთ მას. распущенными. Мы должны следовать за Богом. ამენ, იმიტომ რომ თუ შენ არ იქნები უფალში დამკვიდრებული. Если ты не будешь в Боге утвержден, მოდით ნახოთ შემდეგი ილუსტრაცია ამას ხშირად გაჩვენებთ. я часто показываю эту иллюстрацию. მაშინ რა აბამს ადამიანს? Тогда, если ты не в Боге утвержден, тогда что сказать человека? ნახეთ, ნიკოტინი, Никотин, ალკოჰოლი, алкоголь, ნარკოტიკი, наркотики, აზარტული თამაშები, азартные игры. იქ ზემოთ მარჯვნივ არის ტელეფონი. Да, еще такая зависимость от телефона. ამ ყველაფერს დაბმული ყავს ადამიანი. И люди связаны все этим. ამენ და შეიძლება ამბობ რომ არ არის არანაირი თოკი არ მაქვს მე კაცო. Что у меня никакой веревки там нет. არანაირი ბაწარი არ არის ჩემსა და ტელეფონს შორის. Нет такого веревка между мной и телефоном. მაგრამ არის უხილავი ბაწარი, რომელსაც დაბმული Есть ყავხარ. невидимая нить, которая связана და აქ შეიძლება კიდე ბევრი რამ ჩაუმატო, რითაც არის ადამიანი დღეს დაბმული. ქრისტიანი. ამენ, სამწუხაროდ. К сожалению. გესმით? თუ ცოლქმარი. Расскажи супруге. ძვირფასებო, რატომ ქვია ცოლქმარს მე უღლე? Да потому вообще мужа и жену называют супругами. ნახეთ, რა ფუძეა ამ სიტყვაში? И какой корень в этом слове? უღელი. თქვი უღელი. Упряжка, иго. გესმით? მე უღლე ნიშნავს ერთ უღელს И одна упряжка, და ამ უღელში и в этом иго. ერთ კაცს და ერთ ქალს. Он говорит, да мужа и жены. ამენ? ეს არის რაც ღმერთმა შექმნა. Да Бог создал. არა კაცებს ერთ უღელში ან ქალებს, ერთ კაცს და ერთ ქალს. Один муж გესმით? и одна женщина. ჩვენი ბიბლია, ჩვენი ღმერთი, ჩვენი ეკლესია ამ ყველაფერი სისულელის წინააღმდეგია. უღელში უნდა იყოს ერთი კაცი და ერთი ქალი. Такая упряжка. Один муж, არ უნდა იყოს უღელში ერთი კაცი და სამი ქალი. ამენ? да, один муж и три женщины. ან ერთი ქალი და ოთხი კაცი. Или одна женщина и четыре. ერთი კაცი, ერთი ქალი. ეს არის მეუღლე. Да, один мужчина и одна женщина. Это их супруги. ამენ. მოდით უღელი განახოთ როგორია ძვირფასება. Покажу вам упряжку. Это ეს არის უღელი. упряжка, да? ამენ? Да, это და упряжка. იქ უნდა იყოს ცოლი და ქმარი. Здесь должна быть муж и жена. რას ნიშნავს უღელი, ჩემო კარგო? Что значит упряжка? უღელი არის ადამიანის დამოუკიდებლობის დასასრული, Да, упряжка თავისუფლების დასასრული, это конец независимости, დაუმორჩილებლობის დასასრული, свободы. ორგულობის დასასრული, Это конец неверности, სიძუნწის დასასრული, конец жадности, სიცრუის დასასრული. конец лжи, ამენ. ქურდობის დასასრული. конец воровству. უღელში მთავრდება ყველაფერი. В упряжке все заканчивается. გინახიათ უღელში შემული ხარებით რო ხნავენ მიწას. Видите, как в упряжке валы пашут землю. იცით უღელი რის ადგილია ძვირფასებო? Знаете, упряжка это место для чего? მორჩილების. Место послушания. არა მხოლოდ ერთი ითხოვდეს დამემორჩილეო, ისიც უნდა იყოს მორჩილე. А не только один просит, что ты не подчиняйся, они как бы идут. ო, მე ოჯახის თავი ვარ, დამემორჩილე. Я глава семьи, подчиняйся. უღელში ესე არ არის ძვირფასებო. Упряжка не да. უღელში ერთმანეთს ემორჩილებიან. Упряжка не друг другу помогают, друг другу слушают. უღელის გარეშე ძლიერი ხარები. Да без упряжки даже сильные валы. ერთი ალთას წავო მეორე ბალთას. Один пойдет в другую сторону, другой გესმეთ? в другую. ერთ წყალი მოუნდება მეორის ბალახი. Кто-то захочет кору, кто-то захочет ერთ воду. წამოგორება და გარუჯვა Кто-то захочет მეორის позагорать, კუნტრუში. а другой, კუნტრუში. а другой захочет, ну, там, და ისინი ერთად როგორ მოიყვანო უღელში. ამიტომ არის ძვირფასებო. так, как этих двух человек соединить, вот этих валов? ამენ. В упряжке. ამიტომ ქვია ცოლქმარს მეუღლე. Почему назвали супруги, муж и ამენ. жена? ერთი ერთ მიმართულებით არის ძლიერი, მეორე მეორეში. Один кого-то направили сильно, а другой... ამენ. ცოლი ბევრს ლაპარაკობს, ქმარი ბევრს არ ლაპარაკობს. იქ ბალანსირდება ყველაფერი. А жена говорит много, а муж Аминь. это балансировка. თუ პირიქით არის. შეიძლება ზოგ უღელში პირიქით არ ვიცი. Да, может в какой-то упряжке, вот
наоборот. უღელი აერთიანებს და ორი ერთი ხდება ძვირფასება. Упряжка их делает одним. Их было два, сейчас они одно. დღეს ბევრ რაღაცას შევეხებით და ბევრ რაღაცას ვისწავლით, ამიტომ გთხოვთ რომ ყურადღებით იყოთ. Будьте внимательны, мы будем изучать очень многие вопросы сегодня. უღელში ერთმანეთს უნდა შეეკრან В упряжке они должны друг друга соединиться. და არავითარ შემთხვევაში არც ერთმა მეუღლემ არ უნდა მისცეს საშუალება თავის თავს გამოყოს ამ უღლიდან თავი და განთავისუფლდეს. Да никакой из супруг или супруга они не должны выходить с этой упряжки, дать право выйти с упряжки. და თუ ამას გააკეთებს რომელიმე იქნება ყოველთვის უთანხმოება Если ოჯახში. кто-то выйдет с этой упряжки, тогда в этой семье всегда будут какие-то ссоры. ამიტომ შეეცადეთ რომ ღმერთის სიყვარულის უღელში იყოთ ცოლქმრებო. Да, и я прошу вас, чтобы супруги были в Божьей любви, упряжки ამენ Божьей ჩვენ любви. ღმერთი გვაერთიანებს, კურთხევას გვაძლევს, სხვადასხვა ცერემონიები გვაქვს ეკლესიაში, მაგრამ თავარია ღმერთის წინაშე რომ ვიდგეთ სწორად და იყოთ ანგარიშვალდებული. Да, Бог благословляет супругов. Но самое главное, чтобы вы правильно стояли перед Богом. და ეს სწორი დგომა შვილებსაც სწორი მიმართულებით გაზრდის. Когда стоят правильно супруги, тогда и дети будут идти в правильное направление. რა აზრი აქვს, უამრავი შვილი გყავდეს Какая разница иметь много детей? და არ იყო ერთგული შენს უღელში, არ იყო უფლის ერთგული. И у тебя много детей, но ты не будешь верный Богу. ეს ყველაფერი გამოიწვევს კომპრომისს შვილებისადმი ძვირფასება. Это все будет сказываться на детях, они будут развиться в компромиссе. იმიტომ რომ უკან რომ მოიხედო, Если ты повернешься назад, წესით შენს უკან შენი შვილები უნდა იყოს. сзади тебя должны стоять твои дети. შენ თუ სწორად გიხარ უღელში, Если ты правильно стоишь в упряжке, სწორ მიმართულებას აძლევ. ты даешь правильное направление. შენი შვილები გააგრძელებენ ამ გზაზე ყოფნას. Твои дети продолжат идти по твоему пути вместе с და тобой. თუ შენ არ იქცევი სწორად ღმერთის წინაშე, Перед Богом неправильно поступаешь, შენი შვილები ტყვეობაშია მაშინ. тогда твои дети будут в рабстве. და ჩვენივრად იცი რის და ვის უღელში არიან ისინი. И ты прекрасно знаешь, в чем они рабстве, в чем они упряжки. ნახეთ პირველი სამუელის 3:13 ძვირფასებო. Первое царство 3:13. ნახეთ რა წერია. Что написано? აქ არის საუბარი ყელი მღვდელზე. Здесь говорится о священнике Илии. ვინაიდან ნათქვამი მაქვსო მისთვის რომ სამუდამო მსჯავრს დავდებ მის სახლს უმართლობისთვის, რადგან იცოდა თავისი ძეების უკეთურება და არალაგმა. Я говорил ему, чтобы его род был под проклятием. Я говорил ему о его детях, но он их не удерживал. ჩამოართვი შენ შვილს ტელეფონი. Отбери у твоего ребенка телефон. გამოართვი ტელეფონი შენ შვილს. ეკლესიაში გამოართვი შენ შვილს ტელეფონი. ალელუია. გესმით? რაშია საქმე ძვირფასებო? В чем дело? იცოდაო მან И Илья узнал. და არალაგმა რა? უკეთურება. И вот это злое, что делали его дети, у них это не удерживало. ამიტომ იცით ეშმაკი ეუბნება უკეთურება არის თუ ნარკომანია, თუ ლოთობს და მოჩხუბარია, მაგრამ ისე патара რაღაცები ჩვეულებრივი მომენტია და სწორედ იმ патарიდან იწყება დაცემა Да, ადამიანის. идеал папа, что самое главное, что дети не были пьяницами или наркоманами, а остальное это малое, телефон, это не такое плохое. Ну, და ძალიან самое ბევრი главное, შვილი დღეს начинается. Извините. არასწორი ტრადიციით იზრდება. И очень многие дети сегодня растут неправильной традицией. უй, ენაცვალოს დედა, ენაცვალოს мама. Ой, вы хорошие. აი იმას აქვს და ამ ჩემს შვილსაც უნდა კონდეს. У других есть эти телефоны и все, а что у моего ребенка თორა და не თანატოლები რა სიტყვიან, ხალხი რა Что სიტყვის. скажут люди, что скажут сверстники, я დაიწყება განებიურება, и его как бы распускают уже. Ну, თავნებობა, балуют, избалуют. თავხედობა, Он уже такой не თავკერძობა, Он такой вот распущенный ребенок. уже. კაპრიზების გატანა. И уже он может влиять на детей своими капризами. და ტრადიცია არის ყველაზე საშინელი თოკებით დამჭერი შენი შვილების. И традиция это такая веревка, очень такая сильная веревка, которая связывает. შენ უნდა გააზარდო შვილი ბიბლიური ტრადიციით და არა შენი ტრადიციით. Ты должен стать детей библейской традиции, а не ნახეთ როგორი ილუსტრაცია გვაქვს ტრადიციასთან დაკავშირებით. иллюстрация от традиции. აი თითქოს ყველაფერი კარგად არის, Как будто все хорошо, მაგრამ ის არის დაბმული. да, но это связано. აი ესე აბამს ტრადიცია ადამიანს დღეს. Сегодня традиция так связывает человека. რა არის ტრადიცია? Что такое? ვიღაცამ რაღაცა თქვა და ხალხი რა სიტყვის ესე რო არ გავაკეთო. Кто-то что сказал, ты скажешь, что же скажут люди, если я так не поступлю? და აქედან გამომდინარე არის საშინელ ტყვეობაში ხალხი И ძვირფასები. люди в рабстве, огромном рабстве находятся.
ასევე სამუელის შვილებიც არ იყვნენ ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყვნენ. Также сыновья Самуила не были такими, как должны были быть. დღეს პრობლემაა და საშინელი тенденცია მსახურების, პასტორების შვილები ეკლესიაში ძვირფასებო. Еще такая плохая тенденция, что с детьми пастырей и лидеров происходят какие-то вещи. ყველაზე სერიოზული სცენი რაც არის, ეს არის შვილები დღეს. Такая болезненная რა გზაზე არიან და სად არიან? это дети, где они, на каких они путь. გახსოვთ დავითის შვილები? Помните детей Давида? ძალიან დიდი პრობლემა იყო იქ. Были очень большие проблемы. იგავი 29:15. Притча 29:15. წყებლა და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყვაწვილი დედას არ ცხვენს. Дорожка и наказание приносит мудрость. А ребенок, оставленный в небрежении, он დედას არ ცხვენს. запозорит мать. რატო წერია დედა ძვირფასებო? А почему написано мать, что он может будет позорить мать? რა მამას არ არცხვენს თუ ცუდი შვილია? Если ребенок думает, что он რა თქმა უნდა папу მამასაც. не будет, მაგრამ ღმერთი გაფრთხილებს დედიკო, но Бог удовлетворяет матерей. რომ ეფარები Да часто вот матери защищают своих детей. Ну, стоят между ბოლოს отцом. შეგარცხვენს ესეთი გადაფარებული. Да в конце вот эти дети будут вот тебя Amen. опозорят. ჰალელუია. გესმით? Понимаете? დედა თითქოს კარგ რაღაცას Да აკეთებს. мама как будто она хорошая, дети მედის защищает. კომპრომისზე Но найдет как компромисс. და ბოლოს შერცხვება. И в რა конце თქმა უნდა მამასთან ერთად შერცხვება. устыдится и мама устыдится. и მაგრამ папа ფრთხილად უნდა устыдится. იყოს დედა. Мама должна быть очень Amen. внимательная, чтобы не идти на компромисс. ო, არ უთხრა მამიკოს და მეც აღარ ვიზამ და ისევ აკეთებს. ისევ იმეორებს. А часто дети говорят, а папе не говори, я больше не буду. Но он папе не говорит, а он все продолжает, и все продолжает этот ребенок все. ხოლო წყებლა და დარიგება იძლევა სიბრძნეს. Только вот розгой и наказание дает мудрость. ო, წყეплი როგორ დავარტყა ჩემ შვილს. Вот как розгой наказывать своего ребенка, на моего ребенка. ესმეთ. ეს ღმერთმა თქვა ძვირფასებო და ეს უნდა გააკეთო. Это Господь сказал, ты должен это делать. ამენ. უნდა ასწავლო შვილს Ты должен научить ребенка შენი მაგალითით. с твоего примера. ამენ. რომ ყველაფერი მიატოვო ჯვარ საცვა შენი თავი და გაყვე იესოს. Что ты все оставил, вот это, распял себя и следуешь за Иисусом. ჩვენ გვაქვს ერთი არასწორი ჯვარცმის ილუსტრაცია. У нас такая есть иллюстрация неправильного. ამენ. შვილს რა უნდა უთხრა? Что ты должен сказать ребенку, თუ შენ ხარ გაკრული აი ამ სოციალურ ქსელებში. если ты сам распят на этой вот социальных сферах? ამაზე კი არ უნდა ეცვა. ჯვარზე უნდა ეცვა. Ты должен быть распят на кресте. Аллилуйя. А не на социальных сферах. ასწავლე შვილს თავისი ჯვარის აღება. Вот научи ребенка нести свой крест. თორე ქვეყნიერება დააბამს, წუთისოფელი Потому დააბამს, что мир тогда положит სურვილები დააბამს. когда желания его будут связаны. ძირფასებო ნერგს რატო უსობენ სარს და აბამენ? Да почему вот саженцу вот делают такую подпорку დააბამენ. и вот так завязывают? იმიტომ რომ მე რო გაიზრდება ვეღარ გაასწორებენ. Когда саженец вырастет, он уже его нельзя уже გესმით? вот корректировать. გებულობთ? Понимаете? მანამდე უნდა გააკეთო სანამ ის პატარაა. Пока маленький, ты можешь корректировать. სწორი მიმართულებისთვის. Дать ему правильного направления. ასწავლე და შეაყვარე ბიბლია. Научи, чтобы он полюбил, მიაბი მასზე. чтобы он привязался к Библии. ნახე 29:18 იგავი. Это притча 29:18 29, 28. ხედვის გარეშე თავს იშვებს ხალხი. ჯულის დამცველი კი ნეტარია. Да без ведения гибнет народ, соблюдающий закон ნახე, блаженный. ხედვა მიეცი თუ როგორ უნდა წავიდეს ვიფასებო. Дай ребенку видение, чтобы как он ему идти. ერთხელ იცით რა საინტერესო რაღაცა მაქვს ნანახი? Я такое интересно, что видел. ძალიან მაღალ ხეზე იყო მიბმული გრძელი ჯოხი. Я видел такое огромное дерево, и на нем такая была длинная палочка. ესეთ გრძელი ხეების, რომელზეც ვერადიან, საბერტყად სწორი და ძლიერი ჯოხი არის საჭირო. Да что-то такое высокое дерево, они не могут влезть. И нужна такая вот палка, что сбивать. და ამ გამორჩეულ ჯოხს კენწეროში აბამენ И вот эту хорошую палку на верхушке завязывают дерево. და ძირს ბოლოში ამაგრებენ ძიმე ქვას, Да, в конце берется такой тяжелый камень. რომ ესე სწორად გამოშრეს და ისე დასჭეს. Да, чтобы бревно было
Вот это вот высохли, чтобы она была такой გესმენ? ровной. იმიტომ რომ დატოვო, რომ გამოშვება მოიღუნება და აღარ იქნება სწორი. Если ты тяжесть не дашь этому дереву, она высохнет и станет кривой. не будет გინდა ровной. შენი შვილი სწორად გაიზარდოს Потому что უფალში? эти дети выросли правильно. მაშინ თავისუფლება კი არ უნდა მისცე. Ты должен дать ему свободу, независимость. დააბა უნდა უფლის Ты ნებაში. должен их сказать Божью волю, должен как бы дать им. და დასაწყისში თუ ამას ასწავლი, მე აღარასოდეს აღარ გადაუხვევს. Если ты вначале поставишь эти границы, они никогда не уйдут. ის ყოველთვის იქნება სწორად. Они всегда будут идти правильно. ამენ იმიტომ გადახრილი ხე მე ვეღარ გასწორდება. Потому что если дерево искривлено, его уже нельзя ერთი исправить. ილუსტრაცია გვაქვს. У нас одна иллюстрация. ამ სურათის ავტორი მე ვარ, ჩემი გადაღებულია. Этот автор этой картины, вот это я. შრომაში მივდიოდი და ეს ნატანებში რომ შემოდიხარ უკან Да ხიდია. я когда ехала ხო მივხვდით რომელი ადგილია? в Шрому, я увидела такое дерево. აი იქ იყო ესეთი ხე. კარგი ხანია დავდიოდი და ეს ხე იქ იყო. Я проезжала, и часто видела какое-то странное дерево. სულ ოცულობდი ღმერთო არავის არ დაეცეს ეს ხე. Я говорю, Господь, чтобы ни на кого это дерево не упало. ძირფასებო, ესე დარგეს ეს ხე? Вот Ара. и вот так посадили это дерево вначале. პატარა რო იყო და გადაიხარა, არავინ არ გაასწორო და ის გაიზარდა ესე არასწორად. Да вначале это посадили, никто его не исправил, и она выросла неправильно. ბავშვებს თუ კაპრიზებით გაზრდი. Если ты детей будешь воспитывать на капризах, ტელეო იტირებს და მაინც რო არ არხმევ ტელეფონს. да он плачет, а ты не можешь забрать у него. სხვას რაც აქვს, იმას თუ უყიდი Если будешь покупать то, что есть у და сверстника, მისი ჭკუით თუ ივლი. и будешь жить по его капризам, აი გამორჩეული, მაგრამ ესეთი იქნება, არასწორად он გამორჩეული будет სხვების. особенный, но особенным в особом смысле будет. ამიტომ სწორად უნდა გააკეთო ეს ყველაფერი Нужно ძვირფასო. все это делать правильно. უნდა მიაქციო ამას ყურადღება. Вообще на это внимание. ამენ. Аминь. როგორ იზრდება შენი შვილი? Вот как воспитываются твои дети? ამენ. სწორად მიდის თუ არასწორად მიდის? Они правильно идут или неправильно идут? ჰალელუია. მიაქცია ამას ყურადღება. Обращай на это внимание. ძვირფასებო, ესეთი გამონათქვამია სოციალური ქსელები. Есть такое, говорят, социальные сети. ამენ ქსელები, ანუ დაბმული არის ადამიანი მართლა აი ამ ქსელებში. Значит, чем-то связано в этих сетях. გინახიათ ობლაბუდას ქსელი. Вы видели паутину? сеть გინახი და паутины? ის ქსოვს ამ ძაბს, რომ დაიჭიროს მსხვერპლი და მერე შეახრამონოს. Да паук плетет эти сети, чтобы потом поймать. ამენ და მერე შეჭამოს. თუნდა ჩქარცკარა. ამენ. აი ესე არის ვიფასებო სოციალური И ქსელები так эти ადამიანის социальные ცხოვრებაში. сети. ჰალელუია. გათიშეთ ეს ტელეფონები. Отключите эти мобильные. ნახეთ, მომდევნო ილუსტრაცია. У нас еще есть одна иллюстрация. გინახიათ? ასე არის ძალიან ბევრი ძვირფასებო დღეს. И очень многие сейчас вот люди. თლიანად დაჭერილი ყავს ტელეფონს ადამიანები. Полностью телефон ими овладел. არა მხოლოდ პატარები, დიდებიც. Не только дети, но и взрослые. ამენ. რამდენ საათს ყავ დაბმული ამ ქსელებში. Сколько времени ты проводишь в этих сетях социальных? აი უბრალოდ შეამოწმე. Просто проверь. ამენ. უბრალოდ შეამოწმე შენი ცხოვრება. Просто проверь свою жизнь. რამდენი საათით ხარ დაბმული? Сколько времени ты связан в этих сетях? რამდენ დროს უთმობ? Сколько ты время уделяешь? კითხვა რომ დაგისვას კაცმა ბიბლია თუ წაიკითხე, ამისთვის დრო არ გაქვს. Если люди скажут, ты Библию прочитал, ты скажешь, времени нету. მაგრამ ამას აძლევ დროს. А для этого у тебя время есть, ты даешь свое время. შენ ცხოვრებას აძლევ Ты жизнь уделяешь ему, время და даешь. მიაქცია ამას ყურადღება. Обращай на это внимание. ეს არის ეშმაკის მიერ გაბმული ძაფები, რომლითაც ყავხარ მას დატყვევებული. Это такие сети, нити дела, которые он связывает себя. ასევე ენა ძვირფასებო. Также язык. მინდა დაუთმო დრო ენასაც. Хочу обратить внимание ხო გითხარით? вот на язык. ცოტა ყველაფერს ვეხები დღეს. Я сегодня понемножку всего касаюсь. მე შეიძლება განვარცო და ბევრი ვილაპარაკო თითოეულ მათგანზე. Может быть, я буду говорить еще об этом еще Это рис. больше. აღვირახსნილი ბოროტება. Это неудержимое зло, язык. ლაგამი უნდა ამოსდომას, დაბმული უნდა ყავდეს Нужно ენა. связать его удилами, связать его упряжкой. ჩვენ გვაქვს ესეთი სურათიც. У нас есть такой, ესეთი იუმორისტული. такая евразийская არის შენი ენა დაბმული? Твой თუ язык, თავისუფალია ის. он свободен или он как бы связанный? გესმით? თუ დაბმული არ არის ენა, Если твой язык не связан, такой он распущенный, ის არა მხოლოდ ბევრს ლაპარაკობს. он не только много говорит. ისი რას აკეთებს? Знаешь, что он еще делает? იკვეხნის. Он еще хвалится.
თავის ქებაშია. Он всегда в похвале себя хвалит. ადამიანი რომელიც თავს იქებს, Человек, который всегда себя хвалит, ის არა მხოლოდ არ არის დაბმული он не только связан ენით, языком, ძალიან შორს არის ღმერთთან. он просто далеко от Бога. ამენ. იმიტომ რომ ვინც ახლოს არის ღმერთთან, ნახეთ, კარგი მოსაზრება გვაქვს ვირფასებო. Как кто близко с Богом, посмотрим на то выражение. ძალიან მომწონს ეს. რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, ადამიანი მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას. Чем ближе человек к Богу, он видит свою некомпетентность, ამენ. ნიდასტოინას. недостойность. მაგრამ ვინც მისგან შორს არის თავისი ცხოვრებით თავ მომწონეობს. А кто далеко от Бога, ему нравится своя жизнь, он нравится самому себе. მოგისმენიათ ვინმესგან ან თქვენი ბაგიდან გამოსული რომ მე კარგი ოჯახი მაქვს, Вы слышите, что или ты говоришь, или люди говорят, мне კარგი какая ცოლი хорошая მყავს, კარგი ხვარი, семья, კარგი შვილები, какой хороший муж, такие კარგი хорошие дети, ნათესავები. такие родственники. ხშირად რო ამას ადამიანი И იმეორებს. часто это повторяется. И ღმერთს да, მადლობა რა კარგი ხალხი მყავს და მეც კარგი ვარ მასობაში. как хорошо, слава Богу, что я хороший, мои родственники хорошие. ესეთი ადამიანი შეიძლება არ ყავს ცუდი კაცო, პრობლემა კი არა. Может, правда, у него все хорошо. სხვამ გაქოს და არა შენი თავი. И себя хвалит, пускай другие რაც себя უფრო хвалят. იქებს თავს ადამიანი და იკვეხნის. Если человек хвалит самого себя, ის хвалит, ძალიან შორს არის ღმერთთან. он далеко от Бога. მაგრამ ის ღმერთთან ახლოს არის. А кто близко с Богом? ის ხდება რომ არაფერი არ არის ღმერთის გარეშე, ის არარაობა, უღირსია. Без Бога он ничтожество, без Бога он... ვარ დგანა ღირსი რაღაცების. Разве мы достойны чего-то? ამენ. მე მიყვარს ჩემი მეუღლე ძვირფასები. Я люблю мою супругу. მადლობას ვუხდი ღმერთს. И Бога благодарю. მაგრამ ჩემი დამსახურება არ არის თუ მან მე მაჩუქა კარგი მეუღლე. ვინც კარგი ცოლი ჰპოვაო, მადლი ჰპოვაო ღმერთის თვალში. Кто нашел хорошую жену, он нашел благодарность. ამენ. მე არა ვარ აქ თავარი. Здесь не я была. ამენ. გესმით? ნუ ყოყოჩობ. Не хвались. ჰალელუია. და შეეცადე რომ თუ მოგცა ღმერთმა მეუღლე გიყვარდეს ის. Если Бог дал тебе супруга или супругу, просто постарайся და любить. მოეხმარე რომ ღმერთს ემსახუროს. Так и попроси, чтобы он или она служили Богу. ამენ. იცი მეუღლის დავალება რა არის უმთავრესი? Это супруги. მეუღლის. ხო? Да. То есть вот главная роль супруга или супруги მოეხმაროს მის მეუღლეს. это помочь вот другому. Ну, супругу. მის მეუღლეს. Супруга своему своему супругу. რომ ემსახუროს ღმერთს. Чтобы он служил Богу. ამენ. შენ უნდა მოეხმარო შენს მეუღლეს რომ ღმერთს ემსახუროს. Слушай, помочь своему супругу служить Богу. ის უნდა მოგეხმაროს რომ ღმერთს И ემსახუროს. он должен тоже помочь себе служить Богу. აბა თქვენს უღელში გადახედეთ. Вот пересмотрите в вашей упряжке. ვის ემსახურებით? Кому вы служите? ამენ. და დადექით სწორ ადგილზე. И станьте на правильное место. ჰალელუია. Аллилуйя. ენა მუდმივად იქებს თავს 42-ვე თავში იერემიას მოდით ნახოთ, უბრალოდ ცოტა ჩქარა წავიდეთ. Язык всегда хвалится и хвастается. ვიცი მისი თავხედობა ამბობს უფალი, მაგრამ უსარგებლოა იგი мисმა ფუჭმა ყვეხნამ ვერაფერს მიაღწია. ნახეთ, თავხედი ხდება ადამიანი, Чем-то такой вот дерзновенный. თავხედია მისი ნებით რო დადის. თავისი ნებით რო დადის Когда человек ადამიანი. ходит, ну своевольный. Амен. становится своевольным. და როგორც კი თავხედი ხდება, Когда человек становится таким своевольным, იწყება ყვეხნა. он начинается хвалиться. ვინც თავს იქებს, ის თავხედია უბრალოდ. Вот кто хвалится, он такой своевольный. ღმერთის ფორმულირებაა ძვირფასებო ესეთი. Это формула Бога. ამენ. ის ესეთ შეფასებას აძლევს. И Бог так оценивает хвастающих людей. ამიტომ თხილად იყავი თავს რო იქებ. Будь осторожен, когда ты сам себя хвалишь. ჰალელუია. ღმერთმა თქვა რომ ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ენას. Бог говорит, что обращайте и смотрите за своим языком. თავაშვებულობა ენას აძლევს თავისუფლებას. Вот Господь сейчас дает языку свободу. ამენ. ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. Это такой страшный грех. მომაკვდინებელი შხამია ენა Такой ძვირფასი. смертельный яд. ამენ. დაუოკებელი. Его нельзя не удержать. თუ არ დააბი ენა დაგღუპავს. Если язык не удерживает, он тебя погубит. ენის ხელშია სიკვდილ სიცოცხლე. В языке есть жизнь и смерть. ამენ. ლოცვის დროს, როცა ლოცულობ. Когда ты молишься, ლოცულობ. во время молитвы, молитесь, გაქვს ლოცვის დრო. вот есть время для молитвы. იცი რომ უნდა გქონდეს ლოცვის დრო? Ты должен знать, чтобы
Должно быть იცი? время для молитвы. და თუ გაქვს, Если имеешь это время. როგორ პოზიციაში დგეხარ ლოცვის დროს? В какой позиции ты стоишь во время молитвы? როგორც ფარისეველი თუ როგორც მებაჟე? Как фарисей или как мытарь? ა? ფარისეველი თავს იქებდა, А фарисей хвалил себя. მიკერძოებული იყო, აფერისტი, ეგოისტი, პირფერი. Лицемерие, он был таким вот Гасмет. аферистом, аферистическое он молился. და თავს იქებდა რომ იმას ჯობი ვარ, ისეთი რო არ ვარ, რა კარგია. Молился, что хорошо. ო ეს საშინელებაა. Он говорит, это такой ужасный мытарь, а я лучше. Хорошо, что я не такой, как თუ ესე мытарь. ფიქრობ რომ ვიღაცას ჯობი ხარ, Если ты думаешь, что ты лучше кого-то, საერთოდ შორს ხარ ღმერთისგან. тогда ты очень далеко от Бога. ესმის? და მსჯავრდადებული წავიდა იქედა. И он ушел туда. მაგრამ потому მე что- ბაჟემ ჯიხს ირტყამდა გულში და ამბობდა მაპატი ემეცოდვილს. А мытарь бился против, прости меня грешного, Боже, და прости. ხალხისგან გარიყული ღმერთმა გაამართლა. И он отвержен был от людей, но Бог его оправдал. Гасмет. мытаря. ამიტომ მიაქცია ყურადღება ლოცვაზე რო დგეხარ, როგორ იქცევი. Обрати внимание, как ты молишься, когда стоишь на молитве, как ты думаешь, как ты молишься. ვინც ბევრს ლაპარაკობს, Кто много говорит, ბრიყვია, он глупый. Так говорит, თუ აღარ მინდა ვიყო ბრიყვი. скажи, я не хочу быть глупым. ამენ. Аминь. ვინც ცოტას ლაპარაკობს, ბძენია. Кто много говорит, он мудрый. ერთი მუხლი გვაქვს ირფასებო და ეხლა მიხვდებით რას გულისხმობ. У меня есть один стих, и вы поймете, о чем. ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასწდება. При многословии не миновать греха. ენის მომთოკველი ბრძენია. А кто связывает свои уста, тот мудрый. ვინ არის ბრძენი? Кто мудрый? ვინც ენას აბამს. Кто связывает свои уста? ამენ. დააბი შენი ენა და იქნები ბრძენი. Свяжи уста и будешь мудрый. რას ნიშნავს? ესე იგი თუ ცოტას თუ ლაპარაკობ, ხალხი იტყვის რომ ჭკვიანი ვარ? Если ты много говоришь, люди скажут, что ты умный. არა. Нет. ჭკვიანი ხარ იმ შემთხვევაში, Ты умный в том случае, თუ ენას აბამ. если ты завяжешь свяжешь. თუ არაფერი არ იცი რა უნდა ილაპარაკობაც. Если ты не знаешь, о чем ты должен говорить. ამენ. მაგრამ დააბი ენა. Просто вот свяжи свой язык. ენის მომთოკველი რა კარგია ქართულში Кто ეს. удерживает свой язык от русского, грузинского, ну кто вот веревками как бы, да, связывает свой язык. ამენ. ის არის ბრძენი Он ძვირფასი. мудрый. ამიტომ შეხედე რას ლაპარაკობ. Обрати внимание, о чем ты говоришь, что ты говоришь. თუ ლაპარაკობ, ილაპარაკე ღმერთის სადიდებელი, ბიბლია აღიარე. ამენ. Если говоришь, что, მუხლები ილაპარაკე. если говоришь, что говори о делах Божьих, ჰალელუია. цитируй стихи. მანქანა виსაც ყავს იცის, თუ ბორბალს არ დაუჭერ მოძრება და შეიძლება საშინელებები მოხდეს. Говорит Пашин, если ты не привертишь колесо, будет авария. ამენ. კარები ანჯამა თუ მორყეულია და არ დაამაგრებ, ჩამოვარდება ეს კარები და დააზიანებს ვიღაცას. Но если петли не будут так прикреплены, то на звери ამენ. упадут. თუ ნათურა კარგად არ არის ჩახრახნილი, გადაიწვება ის. Если лампочка нехорошо прикручена, она просто Эгреа. не горит. Это же так. ხო მეგრეა ძვირფასებო. დაფიქსირდი, მაგრად მოუჭირე შენი თავი უფალში. Просто прилепись к Богу сильно, как бы зафиксируйся сильно. Amen. ამენ. Аминь. როდესაც გაქვს და ყველას აქვს შეხება ფინანსებთან. У всех есть, ну, вы связаны с финансами, прикасайтесь к финансам. თუ ამ ფინანსებს არ მოუჭერ Если ты финансы не удержишь, как бы, და არ დაიჭერ მას если ты не будешь, შენი თოკით, если ты не будешь сам держать свои финансы, да, вот на привязи, как бы, მაშინ ის დაგიჭერს შენ. тогда финансы будут держать тебя на ნახეთ, привязи. ესეთი რაღაც ვიპოვე. მოდით ნახოთ. როგორ დაჭერილი ყავს ფულს ადამიანი. Вот как деньги держат людей. სამწუხაროდ ძალიან ბევრი მორწმუნე დღეს არის აი ესეთ მარწუხებში ძუპას. Очень многие люди вот тоже так связаны. ესე თუ დაბმულია კაცი, Если человек так связан, ის ვერასოდეს ვერ გახდება გამცემი. он никогда не будет щедрым даятелем, Amen. вообще даятелем не будет. ამიტომ შენ უნდა ყავდეს ის დაჭერილი, მას კი არ უნდა ყავდე დატყვევებული. Да ты должен удерживать деньги, а не деньги тебя. 118 ფსალმუნში 117 псалом. უფალი ღმერთია და ის გვაძლევს სინათლეს, საბელით მიაბით სადღესასწაულო მსხვერპლი სამშობლოს ქრებზე. Да Господь наш свет, Он дает нам свет. Вяжите веревями жертву Богу. ამენ. Жертвеннику მსხვერპლი, რომელიც ღმერთს გინდა მისცე. жертву, которую ты хочешь дать Богу. ის თუ თავისუფლად გექნება, Если эта жертва будет такая свободная у тебя, არასოდეს არ მივა ღმერთთან. она никогда не придет к Богу. ამენ. იმიტომ რაღაც საჭიროება აღმოჩნდება და იქეთ წავა. Как это будет, нужна ли ты дашь эти деньги
и другое направление. რაც გინდა სხვისთვის ან ღმერთისთვის ის დაბმული ყავს. Все, что хочешь для Бога и для других. რაც უნდა დახჭირდეს არ ახსნა ის შენი სარგებლობისთვის. Да свяжи, скажи, это для Бога, это не Amen. для моей нужды. თქვი მე აღარ დავაბმევინებ თავს ფულს. Скажи, я никогда не буду удерживать деньгами. მე დავაბამ ფულს. Я буду удерживать деньги. ამენ. Их. და იცოდე, ეს ამისთვის არის. Это для этого. ხალხს რატო არ ყოფნის ბიუჯეტი თვიდან თვემდე ზვირფასე? Да почему человек не хватает бюджет от месяца до месяца? შენ უნდა ისწავლო. Ты должен научиться. დღეს ხო ესეთი განსხვავებული დღე გვაქვს, არა ყველაფერზე У ვლაპარაკ. нас это такая событие, შენ უნდა ისწავლო, Ты должен научиться. რაც ღმერთისაა დააბა, Это то, что Божие Богу. რაც შენთვისაა უნდა დააბა, Что твое რაც კომუნალურებისთვისაა უნდა დააბა, коммунальные штуки. რაც საჭმლისთვისაა უნდა დააბა, Это для რაც жизни, ხვისი კურთხევისთვისაა უნდა დააბა, это для благословения. რაც სარეზერვოა უნდა დააბა. Есть там резервы, для резерва. ამენ. Тоже свято. ამენ. Аминь. და დაიწყება კურთხევა შენ И ცხოვრებაში. начнется благословение твоей жизни. და არ უნდა მოკიდო, ხედა ამას ავიღებ, მე იქ დავდებ, იქ ავიღებ. Вот я отсюда расту, туда забег. Ты просто ისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაც გექნება. Ты научись быть довольно და თუ сдержанным ერთგული перед იქნები, ღმერთი გაგიზრდის და И გაკურთხებს. Бог прибавит და тебе, ყოველთვის გექნება გასაცემი. у тебя будет что кому-то дать. ამენ. ამიტომ მიაბი საბლით. Да привяжи это жертву, დაბი жертвенную, და ყოველთვის რო იყოს ის დაბმული. чтобы всегда эта жертва была ჰალელუია. სწორედ ამ მდგომარეობამ მოგვცა ჩვენ საოცარი ისტორია ბიბლიაში, თვითონ გზააბნეულ ძეზე. Да, эта ситуация дала такую историю о блудном сыне. ამენ. მასაც მოუნდა ეს სიმდიდრე. Он тоже хотел შეხედა რომ ყველა კარგად ცხოვრობს. посмотрел, все хорошо живут. შეხედა რომ იქ мама მისცა მემკვიდრეობა ვიღაცას გაუშვა და ის დამოუკიდებელი გახდა. Да кому-то Бог, отец дал наследство, он стал независимым, Аминь. и хорошо живет. და ამასაც მოუნდა Он დამოუკიდებლობა. захотел стать независимым. და მივიდა მამასთან და უთხრა мама მომეცე ჩემი. Пришел к отцу и сказал, дай мою часть имения. ნუ წილი ეკუთვნის შვილს, მაგრამ მისცა мама. Да часть детям предложил. არასდროს Да. კომპრომისზე წავიდა, ჯერ უნდა ესწავლებინა შვილისთვის და მერე მიეცა რა თქმა უნდა. Отец пошел на компромисс, он дал ему часть этого ეს имения. მეძვირფასებო და რას გვეუბნება ситყვა. И что говорит нам слово? იმიტომ რომ ამ ბავშვმა Этот блудный сын, გაფლანგა ეს ქონება. он все развеял, он ამენ. все растратил. იცით რატო? Почему? მე-13 მუხლი ლუკას ისტორიაში ჩვენ გვეუბნება რატო? Это Луки 15 глава, 13 стих. როგორი ცხოვრებით გაფლანგა? Как он жил? როგორი ცხოვრებით გაფლანგა? Как он все это растратил? როგორი ცხოვრებით? Какой თავ აშვებული. Он жил მოდი ყველამ ერთად ვთქვათ. თავ აშვებული. распущенной жизнью он жил. მოდი ყველამ ერთად ვთქვათ. 3-4. თავ აშვებული. ვიფასებო. როგორც კი ეშმაკი ნახავს, რომ შენი თავი აშვებულია. Когда человек видит, что ты такой ის вот распущенный უკვე уже, გმართავს და გაბავს თავისი ძაფება. он обязательно тебя свяжет своими веревками. თუ არ იქნები თავაშვებული, Если ты не будешь распущен, იქნები ღმერთის კურთხევაში მუდმივად. ты будешь там Yes, в ma'am. благословения. არასოდეს არ აუშვა თავი. Когда-нибудь რაც არ უნდა შემთხვევა მოხდეს შენ какая-то სირგვლივ. ситуация в твоей жизни. იცოდე რომ ეს ამისთვის გაქვს დაბმული, ეს ამისთვის. ეს ამისთვის. Это для этого, это და для შენი этого. თავი И твоя მხოლოდ голова უფლისთვის არის დაბმული. только для Господа. არ გამოყო აქედან თავი. Никогда не входи в Amen. упряжки, Божьей ის რომ არ упряжки. ყოფილიყო თავაშვებული ცხოვრებით. Если бы он не шел распущенной жизнью, ამენ. მისი თავი რომ დაბმული ყოფილიყო. если бы он был в упряжке Божией, вот так, ამენ. ის არ გაფლანგავდა ამას და იქნებოდა კურთხევა. тогда оба не растет имение. როგორ დავიჭირო თავი? Как удержать себя? ნახეთ როგორ პავლე მოციქული გვასწავლის მე-13 თავში ძვირფასებო რომაელების. Время Павел учит нас. მოიქეცით როგორ? თავ დაჭერილად. ყოველთვის იყოს დაჭერილი შენი თავი. То есть, вот поступайте всегда, ну, сдерживайте себя, будьте Amen. сдержанными. Так. ყოველთვის დააბმევინე თავი უფალს. Кстати, так, чтобы вот, прилепиться к Богу. იმიტომ თუ არ დააბმევინებ თავს უფალს, Если ты Богу не дашь власть, чтобы он... მაშინ მოიქცევი როგორც არა ღრეობით, ლოთობით, გარყვნილებით, თავაშვებობით, ჩხურით, შუბით, ეს ყველაფერი იქნება თუ არ იქნები თავ დაბმული. Это то есть, поступать осторожно. Тогда ты будешь, если не будешь осторожен, то ты будешь жить неправильно. ძვირფასებო დრო არის რომ მოინანიო და დაბრუნდე მამასთან. Время покайся, вернуться к отцу. ამენ. მოინანიო და დაბრუნდი მამასთან. Покайся, вернись к отцу. უთხარი მაპატიეს ჩემი აშვებული თავი უფალო. Скажи, отец, прости меня, то, что я был вот головой, я был развязан. ამენ. ანუ ჩემი ცხოვრება იყო თავაშვებული. Моя жизнь была распущенной. ამენ. ჩვენი საყვარელი ილუსტრაცია ხო გახსოვთ ძვირფასებო. Помните, დაბრუნდი მამასთან.
Вернись к отцу. დაბრუნდი მამასთან. Вернись к отцу. უთხარი რამოდენიმეს დაბრუნდი მამასთან. Не скажи, დაბრუნდი და არ вернись к მიატოვო отцу. შენი საკრებულო. Не вставляй ნუ собрание. მიატოვო თუ საკრებულოს Не წერია. вставляйте собрание. ამენ, შენი Вернись ადგილი к отцу. მამასთან არის. Твое место იესო там. ეკლესიის თავია ძვირფასებო. Иисус глава церкви. იესოს სხეული ეკლესია ისევ. И церковь, შენ იქ უნდა где იყო Христа, მუდმივად. должен быть церковь შენ постоянно. მუდმივად უნდა იყო იქ. Должен быть церковь Божия. გახსოვთ იესო რას ამბობს მათეში? Помнишь, что Иисус сказал в Матфея? ჩემთან მოდი დაღლილებო, Придите ко мне მაშურალებო. все труждающие, обремененные. მოიხსენით არ მე გადაგიგდებთ არასწორ უღელს და თოკებს. Я выпрошу эти веревки, я выпрошу иго ваше. ჩემი უღელია იქ. Возьми мое иго, говорит Господь. ჩემი უღელი სუბუქია, საამურია. Она легкая. ის უკეთესია, ჩატია, სასიამოვნოა. Она приятная, моя иго, говорит Иисус. გესმით ძვირფასებო? Понимаете? ჰალელუია. იესოს უღელი უნდა აიღო. Ты должен взять иго Иисуса. როგორც გათავისუფლდები, Когда ты станешь свободным, არ დარჩე ერთი წუთიც თავისუფალი. ни в коем случае не оставайся свободным. იმ წამსვე შეყე შენი თავი Ты იესოს должен უღელში. прям в упряжке к Иисусу. Amen. Иго под иго ეს არის ყველაზე Иисуса. დიდი გარანტია შენი Это კურთხევის. самая большая гарантия твоего благословения. და ჩვენი სათაურის საკვანძო მუხლი მინდა И გითხრა. наш ключевой стих нашего названия. არ ვიცი შეიძლება პირველად წაიკითხავთ ახლა მუხლს ვიფასებო ცხოვრებაში. Потому что впервые его читаете. ოსიას 11:4. Осия 11:4. ნახეთ რა წერია. ადამიანური საბელებით ვატარებდი სიყვარულის თოკებით, ვითარც ამხსნელი ლაგამისა მათი ყბებიდან დავიხარე და ვკვებავდი მათ. ჰალელუია. სიყვარულის თოკებით ყავდა დაბმული. Да они были связаны узами, веревками любви. ამენ. გინდა სიყვარულის თოკი. Ты хочешь иметь узы любви? მაშინ უნდა მოიძრო წუთისოფლის თოკები. Ты должен вот эти вот мирские узы снять. ამენ. და სიყვარულის თოკებით იქნა დაბმული. Ты должен быть связан узами любви. ძვირფასებო. მოდით ერთი ლოგიკური რაღაცა და ამით მინდა დავამთავრო. გამსაჯოთ ერთი Я სიტუაცია. хочу одну ситуацию, чтобы вот рассудили. თუ ვინმე დაბმული ყავს, Кто если связан у тебя есть? ხო? არ ნიშნავს იმას, რომ შენ თავისუფალი ხარ. Это не значит, что ты свободен. შენც დაბმული ხარ. Ты тоже Amen. связан. წაგიყვანიათ ვინმეს დაბმული ძროხა, თხა, საბალახოთ? Вот кто-то говорит, допустим, вот или козу. გაგიყვანიათ? Вот თუ ყავს დაბმული, შენაც არ ხარ თავისუფალი, იმიტომ წემსავ და შენაც ხარ მიბმული მასთან ფაქტიურად. ეგრეა? Если ты кого-то связан, Amen. ты тоже не свободен. თუ ვინმე ყავს სიძულვილის ძაფით დაბმული, შენაც ხარ დაბმული ამ ძაფით. Если ты кого-то ненавидишь, значит ты тоже связан это ненавистью. Или თუ непрощением. უპატიებლობის ძაფით ყავს ვინმე დაბმული, არ პატიობ. შენაც ხარ დაბმული. Если кого-то не прощает, значит ты связан это веревками Amen. непрощения. ურჩობის საბელი თუ გაქვს მობმული, შენაც ხარ ურჩი და ასე შემდეგ ყველაფერი შეიძლება ეს Там გავ. уже все Егулис. подсвязано. ამენ. ამენ. Amen. ჰალელუია. ამიტომ შეხედე შენ ცხოვრებაში რით ხარ ან რით ყავს რაღაცები და ვიღაცები დაბმული ძვირფასო. Представь свою жизнь, чем связан ты или кого ты связал? Amen. Связан. ამენ. ამიტომ ამბობს ესაია მარხვის უდიდეს თავში ძვირფასებო რომ Исаия говорит в главе. ეს უღლები დაანგრია და საბელი ვინც ყავს დაბმული ჯერ გაუშვი და მერე იმარხეო ჩემს წინაშე. Да все оковы, кого ты связал, отпусти всех. Amen. Эти оковы разрушь. ჰალელუია. ამიტომ როდესაც ამ ყველაფერს მოისვრი, И когда ты от всего освободишься, შემდეგ დააბის სიყვარულის საბელით შენი მოყვასი. ты должен ერთგულების საბელით. с ближним с любовью, узами любви, ამენ ძვირფასებო. верность. ამიტომ ჯერ განთავისუფლდი არასწორით. Освободись от неправильного. ჰალელუია. ჰალელუია. ნუ კიდევ შნურს რაც. ხება უფალს. Аллилуйя. როდესაც ვინმე ყავს გაძულებული ან არ პატიო, Так что, если кого-то ты ненавидишь или не прощаешь, შეიძლება ის უფრო ადრე განთავისუფლდეს ვიდრე შენ. то может человек больше освободиться раньше, чем ты. ამიტომ რომ იმან დაივიწყა და გაპატია. Может человек уже и забыл эту обиду, эту ссору. მაგრამ შენ ისევ ხარ ჩაჭიდებული ამ უპატიებლობის А ты за это თოქს, вот непрощение, ამ სიძულვილის თოქს, пусть за это держишься. ამ პარტაულობის Ненависть, это თოქს, гордость. შენს თავზე წარმოდგენის, Такая, представляешь, დამოუკიდებლობის თოქს. это узы такого вот свободы, ამიტომ ეს ყველაფერი независимости. მოიშორე Избавься от этих уз და неправильных. უთხარი ღმერთს. И скажи Господу, უფალო მინდა ადამიანური თოქი.
ადამიანური თოკი. Да человеческие узы, ამენ. თოკი. веревки. ამენ. და სიყვარულის თოკი. И я хочу узы и веревки любви. თქვი უფალო. Скажи, Господь, ოდი ჩემთან ერთად თქვი უფალო, გთხოვ მაპატიე. Господь, прости меня. ყოველგვარი არასწორი თოკები, Всеми человеческими რომლითაც ვარ დაბმული, я связан неправильно. პარალელურად ვინც ყავს დაბმული И кого я параллельно связал. და მომეცი უფალო. И дай мне, Господь, ადამიანური თოკი. человеческие დამაბი ადამიანური თოკი. დამაბი სიყვარულის თოკი. узами любви. იესოს სახელი და ყველა მხვა. ამინ და დიდება ჩვენს უფალს.